როდესაც გემი იძირება, 4 გამომწყვდეული მკვინთავი ელოდება იმ ერთ მომენტს, რომელიც მათ გადარჩენის ერთადერთ შესაძლებლობას აძლევს. ზუსტად მაშინ, როდესაც ნევა გათანაბრდება, კარი იღება. 3 მკვინთავი წყალში იბრძვის და ზედაპირზე ასვლას ცდილობს. ბრაიან შეპარდი 44 წლისაა ის. დაიბადა ბირმინგემში, დიდ ბრიტანეთში, მაგრამ ავსტრალიაში გადავიდა საცხოვრებლად, რათა თბილი კლიმატით და განსაკუთრებით თბილი წყლით დადგმეს. ბრაიანი კომერციული მკვინთავია, ამიტომ ის თვეზე მეთხან სახლიდან შორსაა და მუშაობს ნავთობის მილსადენის დამგებ ბარჟას, სახელად DB29. DB ნიშნავს Derrick Barge-ს, რაც არის მცურავი პლატფორმა, რომელსაც გემისგან განსხვავებით საკუთარი ძრავა არ აქვს. ბარჟას პოზიციაში გადასაადგილებლად ბუქსირი სჭირდება, რომელიც მას უბიძგებს ან მიათრებს. დერიკი არის საყრდენი კონსტრუქცია, რომელიც ვერტიკალურად ან დახრილად არის აშენებული ნავთობის საბურღი პლატფორმის სამუშაოს მხარდასაჭერად. ეს კონკრეტული დერიკის ბარჟა გამოიყენება მილების ოკეანეში ჩასაშვებად, რათა ნავთობის მილსადენი გაიყვანონ ჭაბურღილიდან იმ სადგურამდე, სადაც გემები აჩერებენ და ტვირთს იღებენ. ბრაიანი არის სატურაციული მკვინთავი, რაც ნიშნავს, რომ ის დაახლოებით 28 დღეს ატარებს წნევის ქვეშ, რათა მან და მისმა გუნდელებმა მილსადენი ზღვის ფსკერზე დააკავშირო. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ჩაყვინთოს, მილს დააკავშიროს, შემდეგ კი ზედაპირზე ამოვიდეს და ამ სიღრმიდან დეკომპრესირება გაიაროს, თითოეული ყვინთვის შემდეგ ბრაიანი და მისი გუნდი ამოდიან ბარჟის გემბანზე, სპეციალური კამპანით, რომელიც იმავე წნევაზე რჩება, როგორც ზღვის ფსკერზე. ეს ნიშნავს, რომ მათ დეკომპრესირება მხოლოდ 28 დღიანი სამუშაო ცვლის შემდეგ მოუწევთ. DB29 ბრტყელძირიანი ბარჟაა, რომელიც ეკუთვნის კომპანიას სახელად McDermott, რომელიც ძირითადად საინჟინრო კომპანია. ისინი იღებენ კონტრაქტებს დიდ ნავთობ კომპანიებთან, რათა დააყენონ ინფრასტრუქტურა, რომელიც ზღვის ფსკერიდან ნავთობის ამოღებას უზრუნველყოფს. თავდაპირველად ისინი მუშაობდნენ მექსიკის ყურეში, მოგვიანებით კი აზიაში. მისი არსებობის განმავლობაში DB29-თან ბარჟასთან ერთად DB27-თან და DB28-თან გადაგეთდა მილსადენის დამგები ბარჟიდან Derrick Barge. ეს ნიშნავს, რომ იგი თავდაპირველად ბრტყელი იყო და შემდეგ მასზე 3000 ტონიანი დერიკი დაამონტაჟეს. Derrick Barge-ს საშუალებას აძლევდა მილი ვერტიკალურად გაეტარებინა ბარჟის ცენტრში, რაც მილების შეერთებისა და ოკეანეში ჩაშვების ალტერნატიულ მეთოდს უზრუნველყოფდა. ვიღაცამ, ვინც DB27-ზე მუშაობდა, თქვა, რომ ბარჟა ზემძიმე იყო და ერთხელ, როცა ბარჟა ქართან გვერდულად იდგა, დალღებზე ისე ძლიერი რწეოდა, რომ ეგონა გადაბრუნდებოდა და ჩაიძირებოდა. DB29-ს თავისი არსებობის განმავლობაში რამდენიმე სახიფათო შემთხვევა ჰქონდა. 1986 წელს ის მუშაობდა ტაივანის სრუტეში, როცა ჰორიზონტზე ტაიფუნის ზეკი გამოჩნდა. კაპიტანმა ბილი თავშესაფარ სპორტში მიაშურა, იგივე გააკეთა ტაიფუნ ნონის დროსაც. მაგრამ როცა ტაიფუნი ები მოვიდა, კაპიტანი ბილი იუნგი დაღლილი იყო გაქცევით და ძვირფასი სამუშაო დროის დაკარგვით, ამიტომ გადაწყვიტა დარჩენილიყო და გაეცლო. DB29 ნავთობის პლატფორმას ტოვებდა და ბუქსირ სმით ლოიდ ასე 800 მიჰყავდა, როცა ტაიფუნი ახლოვდებოდა. და რადგან დრო არ იყო ღუზების ამოსაღებად, ეკიპაჟმა ღუზის ბაგირები გაუშვა და სცადა დასავლეთისკენ მიემართა და შტორმისთვის გაეძლო. რამდენიმე McDermott ჯერომაკის ბუქსირი უკვე წასული იყო. ტაიფუნის დროს ბუქსირის საკიდი ორჯერ გაწყდა და მიუხედავად იმისა, რომ SLS 10-8 პირველად ხელახლა დააკავშირა იგი, მეორე გაწყვეტა იმდენად ახლოს მოხდა ტაივანის სანაპიროსთან, რომ ჰოლანდიელმა კაპიტანმა ბარჟის მიტოვება მოუწია. DB29-მა გადაკვეთა ქვიშის ზოლი და ჯდა ბრტყელ ტალახიან სანაპიროზე. სულ ცოტა დააკლდა ახლომდებარე კლდოვან ფერდობებს. 2 დღის შემდეგ ჯერომაკის ბუქსირები დაბრუნდნენ, რათა DB29-ს კვლავ წყალში ჩასმა ეცადათ. მაგრამ ერთ-ერთი ძალიან მეჩხე წყალში შევიდა, საჭის და კილის ნაწილი დააზიანა, წყლით აიუსო და ისიც გაიჭედა. ამან მთელი ეს შემთხვევა ადგილობრივ სანახაობად აქცია. 3 დღის შემდეგ, მას შემდეგ რაც გემი ბოლო გამოსადეგ მოქცევაზე 1 თვის განმავლობაში გაიჭედა, SLS 10-8 საბოლოოდ შეძლო DB29-ის გათავისუფლება. იგი ტაიჩუნგში გადაიყვანეს სწრაფ შეკეთებისთვის და დაუყოვნებლივ დააბრუნეს სამუშაოდ, ორპუსის სათანადო ინსპექციის ან სიმტკიცის შემოწმების გარეშე. ზღვაში დარჩენის ამ გადაწყვეტილებამ DB29-ის კაპიტანს მეტსახელი ტაიფუნი ბილი მოუტანა. DB29-ზე არსებული სატურაციული ყვინთვის სისტემას არ აქვს ჰიპერბარიული ევაკუაციის სისტემა.
ამიტომ იმ შემთხვევაში დაივინგის ზედამხედველმა წინდახედულება გამოიჩინა და თავის გუნდს დროულად ჩაუტარა დეკომპრესია, სანამ ტაიფუნი დაატყდებოდა. ჰიპერბარიული ევაკუაციის სისტემა არის მოსახსნელი სამაშველო ნავი, რომელიც ბარჟის ჩაძირვის შემთხვევაში თავისუფლად დიუდივებს და ინარჩუნებს სამუშაო წნევას, შიგნით მყოფი დაივერებისთვის. ეს მათ საშუალებას მისცემდა დეკომპრესია კამერაში დაესრულებინათ და თავისუფლად დიუდივებდნენ, თუმდაც ბარჟა მათ ქვემოთ ჩაძირულიყო. მაგრამ ეს ყველაფერი მნიშვნელობას კარგავდა, რადგან მათ ის არც ჰქონდათ და საბედნიეროდ იმ შემთხვევაში არც დასჭირდათ. ამ დავალების შესრულების შემდეგ DB-29 სინგაპურში შეკეთებაზე გაგზავნეს, შემდეგ კი ახალ დავალებაზე ავსტრალიაში. მაგრამ ავსტრალიელმა კლიენტმა უარი თქვა TB-29-ის მიღებაზე, თუ მაკდერმოტი ჰიპერბარიული ევაკუაციის სისტემას არ დაამატებდა. უხალისოდ მათ ეს გააკეთეს. ასე რომ DB-29-მა შემდეგი რამდენიმე წელი ავსტრალიის წყლებში მილების დაგებაში გაატარა. გადავიდეთ 1991 წელს და ბარჟა ავსტრალიას ტოვებს და სინგაპურში ბრუნდება ტექნიკური მომსახურებისთვის. ამ რუტინული ტექნიკური მომსახურების დროს მაკდერმოტმა და ტაიფუნ ბილიმ მიიღეს გადაწყვეტილება მოეშორებინათ ჰიპერბარიული ევაკუაციის სისტემა, რათა გემბანზე მეტი ადგილი გაეთავისუფლებინათ მილებისთვის და ის სინგაპურში დატოვეს. ტექნიკური მომსახურების დასრულების შემდეგ ბარჟა მუშაობას იწყებს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში 195 კაციანი ეკიპაჟით, რომელთა შორის არიან 4 სატურაციული მკვინთავი: ჯონ ლაიონსი, სტივ ჰარდი, ტერი დენისონი და ბრაიან შეპარდი. ცხოვრება ბორტზე საკმაოდ ერთფეროვანია. სატურაციული მკვინთავები ჯონი, სტივი, ტერი და ბრაიანი მორიგეობენ. მათი სამუშაოა მილების მიმაგრება და მათი დამაგრება მილსადენის გასწვრივ წყლის ზედაპირიდან 110 მეტრის სიღრმეზე. როდესაც მილსადენის ერთი მონაკვეთი დაიგება, ისინი იმეორებენ პროცესს. ორი მკვინთავი შედის მკვინთავთა კამერაში, ეშვება 110 მეტრზე და იწყებს მუშაობას. პირველად ერთი მკვინთავი გადის შედარებით მშვიდ წყალში, ხოლო მეორე რჩება კამერაში, რათა დახმარება გაუწიოს. რამდენიმე საათის შემდეგ მკვინთავები იცვლიან როლებს. ზღვის ტემპერატურა მერყეობს 26-დან 32 გრადუს ცელსიუსამდე. ეს ამ სამსახურის ერთ-ერთი უპირატესობა. მათ არ უწევთ მუშაობა ჩრდილოეთის ზღვის ნავთობის პლატფორმების გაკენილ სიცივეში. მუშაობის დასრულების შემდეგ ისინი ხურავენ მკვინთავთა კამერას და ბარჟის დერიკის ამწე ამოჰყავს. ისინი 110 მეტრზე უკან გემბანზე. ისინი კვლავ უერთდებიან გემბანზე არსებულ საცხოვრებელ კამერას და აგრძელებენ ყოველდღიურ ცხოვრებას, რომელიც ძირითადად ძილს, კითხვას და კოლეგებთან ერთად ჯამას მოიცავს. ისინი ცხოვრობენ წნევიან საცხოვრებელ კამერაში, რომელიც წარმოადგენს მკვინთავთა კამერას საწოლებით, ტუალეტითა და მაგიდით, სადაც შეუძლიათ დასხდნენ ჭამონ და შესაძლოა ბანკოსაც ითამაშონ სხვა მკვინთავებთან ერთად. ერთი თვის განმავლობაში ამ წნევით კაფსულაში ჩაკეტილ ყოფნა ძირითადად ერთფეროვანია, მაგრამ წლის ამ დროს კიდევ არის მღელვარება ტაიფუნებზე ფიქრის გამო. ტაიფუნები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ძირითადად ივლისიდან სექტემბრამდე ხდება. 13 აგვისტოს ტაიფუნების სეზონის პიკში გავრცელდა განგაში ტაიფუნ ფრედის შესახებ. მკვინთავებს ეუბნებიან, რომ ფრედი ამ ტერიტორიაზეა, მაგრამ მათკენ არ მოდის. ტაიფუნ ბილი, ბარჟის კაპიტანი, მკვინთავებს 110 მეტრიდან ამოხავს და ბარჟის გასაქცევად მომზადებას ბრძანებს. არ მეპარება ეთრი, რომ ბრაიანის გონებაში ის უკვე იწყებს სხვადასხვა სცენარის გადახედვას. მკვინთავების უმეტესობა თავიანთ გონებაში სცენარებს ატრიალებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავისუფალი დრო აქვთ. მაგრამ ამ სცენარების უმეტესობა რეალურად არასდროს ხდება და ტაიფუნი უბრალოდ ძლიერ ქარსა და მოღელვებულ ზღვას ტოვებს. ბრაიანის გონებაში ერთ-ერთი ყველაზე სავარაუდო სცენარი ისაა, რომ მკვინთავთა ზედამხედველი გადაწყვეტს მკვინთავების დეკომპრესირებას, რათა თუ ტაიფუნი მათკენ წამოვა, ისინი კამერაში არ აღმოჩნდნენ ტაიფუნის დროს და სწორედ ასე ხდება. სრულიად პრევენციული ზომის სახით მკვინთავთა ზედამხედველი გადაწყვეტს მკვინთავების დეკომპრესირებას. მათი სამუშაო სიღრმე 100 მეტრზე მეტია, რაც ნიშნავს, რომ სრულ დეკომპრესირებას დაახლოებით 4 დღე დასჭირდება. მაგრამ არსებობს ექსპერიმენტული სწრაფი დეკომპრესიის ცხილებიც და ახლა უკვე სასწრაფო ვითარებაა, როცა კამერის გარეთ მყოფი მკვინთავთა ზედამხედველი აცნობებს მკვინთავებს თავებს, რომ სწორედ ამას აპირებენ. კამერის შიგნით ბრაიანი, ტერი, სტივი და ჯონი მთლიანად გარე ძალებზე არიან დამოკიდებული. თუ ტაიფუნი მათ დაატყდება თავს, ისინი კამერაში ჩარჩებიან. თუ წყალქვეშა სამუშაოების ხელმძღვანელი გადაწყვეტს მათი დეკომპრესირებას, სწორედ ეს მოხდება. თუ ბარჟის მენეჯმენტი გადაწყვეტს, რომ ჰიპერბარიკული ევაკუაციის სისტემა ხომალდიდან უნდა მოიხსნას, მაშინ მათ კონტროლი აღარ ექნებათ.
რა თქმა უნდა, ალბათ შეუძლიათ ამ საკითხებზე საუბარი, მაგრამ საბოლოოდ მათი სიცოცხლე სხვების ხელშია. ასე რომ, როდესაც მკვინთავთა ზედამხედველი ეუბნება, რომ დეკომპრესია იწყება, რადგან ტაიფუნი ფრედი მოდის და მათ სწრაფად უნდა გამოიყვანონ, მკვინთავების გონებაში კითხვები და სცენარები ალბათ სწრაფად იწყებს დაგროვებას. სინამდვილეში ტაიფუნი ფრედი მათ 48 საათში მიაღწევს. მკვინთავები იწყებენ მომზადებას რთული ამინდისთვის. პირველ რიგში ისინი იღებენ საკვებს, რათა კონდეთ ენერგია რთულ ზღვასთან გასამკლავებლად. ისინი იღებენ დამატებითაც, რადგან როცა ზღვა აღელდება, მარაგის შევსება აღარ შეეძლებათ. შემდეგ ისინი ალაგებენ ყველა ნივთს და ამაგრებენ ყველაფერს, რაც მიმაგრებული არ არის, რომ არ გადაიყაროს და ვინმე არ დააზიანოს. შემდეგ ისინი ცდილობენ მოდუნებას და იმედოვნებენ, რომ ფრედი მათ გვერდს მშვიდობიანად აუვლის. ბრიტანელი მკვინთავებისთვის ამ თბილ ზღვაში ხუმრობა, რომ შეიძლებოდა უარესი ყოფილიყო და ყველა ჩრდილოეთის ზღვაში სულ იყინებოდნენ. ბარჟას საკუთარი ძრავა არ აქვს. ამიტომ ბუქსირის კაპიტანი რობერტ სვარტი თავის შესაფერისად დასახელებულ ბუქსირ ტაიფუნს მიიყვანს ბარჟასთან და 128 მეტრიან ბარჟა DB-39-ს ტაიფუნის მოსალოდნელი გზიდან აშორებს. ფრედ დაახლოებით 2 კვანძის სიჩქარით. კიდევ ერთხელ ტაიფუნი ბილი ცდილობს ტაიფუნს გაექცეს. 14 აგვისტოს მკვინთავის დეკომპრესია მიმდინარეობს, მაგრამ რბოლა უკვე დაწყებულია. ორი რამიდან ერთ-ერთი მოხდება. შეიძლება ისინი ფრედს იმდენ ხანს გაექცნენ, რომ სრულად დაასრულონ დეკომპრესია, ან ფრედი დაეწიოს მათ, სანამ დეკომპრესიას დაასრულებენ. ეს ცოტათი გავს მატარებლის ავარიის ნელ მოძრაობაში ყურებას. ქარი ძლიერდება და ტალღები უფრო დიდდება. დეკომპრესია რამდენიმე დღეს გასტანს, რადგან ტაიფუნი ფრედი ძლიერდება. 15 აგვისტოს დეკომპრესიის დაწყებიდან 2 დღის შემდეგ ბარჟაზე მოუსვენრობის შეგრძნება. 2000 ტონიანი ფოლადის ხუზა გემბანზე თავისუფლდება და ამტვრევს დაფებს, რომლებიც ბარჟის გამტკნარების დანადგარისკენ მიმავალ ლუკს ერტყმის. ლითონის ჭრიალი ისმის, როცა ლუკი იხსნება და ზღვის წყალი შიგნით იღვრება. პირველი მექანიკოსი გარბის ტუმბოს ოთახში, რომელიც გამტკნარების ოთახის გვერდითაა და ცდილობს იატაკის ფირფიტები კარის წინ დაადუოს, მაგრამ წყლის წნევა ძალიან ძლიერი. ის ხსნის რეაქტიული ტუმბოს სარქველებს და სქელი ნაკადი წყალი სახანძრო შლანგივით ბორცს გარეთ ისვრის, მაგრამ წყალი მაინც მუხლებამდე უწევს. როდესაც წყალი რეაქტიული ტუმბოს ჰაერის შემწოვებს აღწევს, სისტემა ფუჭდება და ბარჟა ჩაძირვას იწყებს. საშიშოების გადადების მიზნით ინჟინერი ტუმბოს მუშაობას აგრძელებს და 2 ოთახს წყალგაომტარი გარეთ გეტავს. ის მთავარ ინჟინერს ეუბნება, რომ არ ფიქრობს ხომალდის გადარჩენა შეძლონ. ხომალდი გადაბრუნების უსაფრთხო ზღვარს გასცდა, რადგან მისი გადახრა 18 გრადუსს აჭარბებს. კაცები ბარჟაში გარბიან, წყალგაომტარ კარებს ხურავენ და იმედოვნებენ, რომ საკმარის დიუნარიანობას შეინარჩუნებენ, რათა გადაბრუნება თავიდან აიცილონ. ისინი სამაშველო ნავებს ათავისუფლებენ სწორედ იმ დროს, როცა ბუქსირის თოკი წყდება და ბარჟა ზღვაში გვერდულად რჩება. წინსვლის იმპულსის გარეშე ხომალდები ხშირად ტალღის ხევაში ხვდებიან. ხომალდი ნელა ირწევა და კაცები ყვირიან: გადახდი, გადახდი, ახდი. სხეულები და ნავები გემბანზე გორდება. პორტალური ამწე წყდება და ელექტრიკოს სტრესს. შემდეგ გემბანი მკვეთრად იწევა და კაცს 45 მეტრზე გადააგდებს გემბანზე და ზღვაში. ის ზედაპირზე ამოდის და დიზელისა და წყლის ნაზავს ისუნთქავს. მის გარშემო ზღვაში სამაშველო ჟილეტებში ჩაცმული სხეულები დაცურავენ. ის ამჩნევს გადაბრუნებულ სამაშველო ნავს და მისკენ მიცურავს. 2 ფილიპინელი ეკიპაჟის წევრი მას ნავში აღგავს. ამერაში მყოფ მკვინთავებს ბარჟაზე მყოფ ხალხთან კავშირი არ აქვთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გრძნობენ, რომ ქარი გაცლიერდა. მეტწილად მეზღვაურებს შეუძლიათ გრძნობენ, თუ ხომალდი, რომელზეც იმყოფებიან, წყალში სწორად არ ზის. მაინტერესებს მკვინთავებს შეეძლოთ თუ არა ეგრძნოთ, რომ ბარჟა იხრებოდა, რაც ხდება მაშინ, როცა ნავი ერთ მხარეს იხრება, რადგან წყალი შეაქვს. თუ მკვინთავები იხედებიან თავიანთ ილუმინატორიდან, შესაძლოა ნახონ გემბანზე უფრო მეტი ადამიანი და მათ სახეებზე გარკვეული შეშფოთებაა. მეზღვაურები გამოდიან გემბანზე მკვეთრი ნარინჯისფერი სამაშველო ჟილეტებით, როცა ზღვა ხელახელავს, რადგან არ სურთ ბარჟის ჩაძირვის შემთხვევაში გემბანის ქვემოთ აღმოჩნდნენ. არავის უნდა პატარა კაიუტაში ჩაკეტვა და ზღვის ფსკერამდე ჩათრევა. მკვინთავებისთვის, რომლებიც კამერაში არიან, ეს ლუკი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ერთადერთი ბარიერია. ისინი წერენ წერილებს საყვარელ ადამიანებს და ინახავენ მათ სამკვინთავე კოსტიუმებში, რომ მუდამ თან გქონდეთ. ტალღები იწყებენ გემბანზე გადავლას, როცა ბარჟა წყალში უფრო დაბლა ეშვება.
მღვინთავები ჯერ კიდევ იმყოფებიან ისეთ წნევაზე, როგორც 20 მეტრის სიღრმეზეა წყლის ქვეშ. ეს ნიშნავს, რომ ისინი ჯერ კიდევ დეკომპრესიის პროცესში არიან. ისინი 100 მეტრის წნევიდან უკვე 20 მეტრის წნევამდე ამოვიდნენ. მაგრამ კამერის შიგნით ეს მაინც სამჯერ მეტია ვიდრე ზედაპირზე. კამერის შიგნით არსებული წნევა ლუკს დახურულ მდგომარეობაში ამყოფებს. ისინი ვერ შეძლებდნენ ლუკის გაღებას, თუნდაც 4-ვე ერთად ეცადოს მისი გაღება. ლუკის გაღების ერთადერთი გზა ისაა, რომ კამერის შიგნითა წნევა გათანაბრდეს გარეთა წნევასთან. გემის უკანა ნაწილი წყალშია ჩაძირული და გემბანზე პანიკა. არავინ აქცევს ყურადღებას მღვინთავებს. ყველა თავის თავს უყურებს. ბარჟა იწყებს ჩაძირვას. ტაიფუნი რამდენიმე საათით ადრე დაატყდა თავს, ვიდრე პროგნოზირებული იყო. მღვინთავები რთულ მდგომარეობაში არიან. როცა ბარჟა ჩაიძირება და 20 მეტრს მიაღწევს, ლუკი გაიხსნება. აქ არის წნევის გრადიენტი. 20 მეტრზე ზემოთ კამერის შიგნით წნევა უფრო მაღალია ვიდრე გარეთ, რაც ლუკს დახურულ მდგომარეობაში ამყოფებს. 20 მეტრზე კამერის შიგნით წნევა ტოლია კამერის გარეთ წნევასთან და როდესაც ისინი ეშვებიან, წნევის გრადიენტი იცვლება. 20 მეტრზე ქვემოთ კამერის გარეთ წნევა როდესაც ისინი სწორ სიღრმეს მიაღწევენ, კამერის გარეთ წნევა ავტომატურად გახსნის ლუკს. როგორც კი ეს მოხდება, წყალი დაიწყებს კამერაში შესვლას და რაც კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას, როდესაც ბარჟა იძირება, ის გადაბრუნდება. ის მთლიანად გადაბრუნდება. ეხლა ზუსტად არ ვიცი რა დაემართათ ამ მღვინთავებს, მაგრამ ვიცი, რომ ისინი ცოცხლები იყვნენ, როცა ხომალდი იძირებოდა. ერთ მომენტში შესაძლოა მაშინ, როცა ხომალდი გადაბრუნდა, ბრაიანს ფეხზე ჭრილობა მიადგა. სატურაციულ საცხოვრებელ კამერებს კამერის შიგნით საკეტი არ აქვთ, ამიტომ ისინი ვერ ჩაკეტავენ თავს შიგნით. ერთ მომენტში ლუკი გაიხსნება. იმ მომენტში ძალიან ნელა აიწევს, როცა ისინი უფრო ღრმად ჩავლენ, ან სწრაფად შეიჯრება, თუ ლუკი ზედაპირისკენ არის მიმართული. ჩვენ ვიცით, რომ მინიმუმ ერთი მღვინთავი კამერაში რჩება და ნელ-ნელა კვდება, რადგან ჟანგბადის დონე იწურება. ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კამერა სწრაფად არ იტბორება. თუ მღვინთავები კამერაში დარჩებიან, ისინი ყველა პატარა ჰაერის ჭიბიდან ისუნთქებენ, რომელიც სწრაფად შეცვლის ჟანგბადს ნახშირორ ჟანგით. მე ვივარაუდებდი, რომ ისინი იწყებენ თავიანთი ვარიანტების განხილვას. კამერაში დარჩენა თითქმის გარდაუვალი სიკვდილი. სამაშველო მღვინთავთა ჯგუფს ძალიან მოკლე დროში მოუწევდა მათი პოვნა. ეს ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, თუ გავითვალისწინებთ თავზე მძვინვარე ქარიშხალს. მათი მეორე ვარიანტია სცადონ და ზედაპირზე ამოცურონ. ისინი სრულად არ გაუვლიათ დეკომპრესია, ამიტომ დეკომპრესიული ავადმყოფობა დაემართებათ. შესაძლოა ისინი ამას გადაურჩენ, მაგრამ ძალიან ძლიერი ტკივილი ექნებათ, თუ კი ზედაპირზე ამოცურვას შეძლებენ, რაც ძალიან ნაკლებად სავარაუდოა. ჯერ მოუწევთ ამოტრიალებულ გემბანზე არსებული ბარიერების გარშემო გაცურვა და შემდეგ ზედაპირზე ამოსვლა. და თუ ზედაპირზე ამოვლენ, იქ ისევ მძვინვარებს შტორმი და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ზედაპირზე სამაშველო ჯგუფმა იპოვოს ისინი. ყველაფერი მათ წინააღმდეგა. დანარჩენი 181 მეზღვაურის საშინელება ამ ბიჭებისთვის შორეული ფიქრია, რადგან ისინი სიცოცხლისთვის იბრძვიან. როდესაც წყლის წნევა კამერის შიგნით არსებულ წნევას გაუტოლდება, ლუკი იღება და წყალი ნელ-ნელა იწყებს კამერის შევსებას. სტივი, ტერი და ჯონი ცდილობენ გაცურონ გარეთ. არ ვიცი, ისინი შუა წყალში გაცურავენ გარეთ თუ დაელოდებიან, სანამ ბარჟა ოკეანის ფსკერს მიაღწევს. ბუქსირის ხიდზე კაპიტანი სვარტი საგანგებო სიგნალს აგზავნის, როგორც კი ხედავს, რომ კაცები წყალში ხდებიან. 9 საათსა და 8 წუთზე ის უკავშირდება საზღვაო სამაშველო ცენტრს კამბერაში და ატყობინებს, რომ ბარჟა გადაბრუნდა და 100-ზე მეტი ადამიანი წყალშია. გაცემულია ბრძანება ჰონგ-კონგიდან ვერცხლფრენების აფრენის შესახებ და ბრიტანული ძალები შტორმში იბრძვიან, რათა ავარიის ადგილამდე მიაღწიონ. პირველად ადგილზე ფიქსირებული ფრთის მქონე თვითმფრინავი ჩადის და მხოლოდ ბარჟის კილი ჩანს ტალღებს, ხოლო ნამსხვრევები და ტივები მილებზეა გადაჭიმული ოკეანეში. ბუქსირის ეკიპაჟი წყლიდან ადამიანებს ამოჰყავს. ჩინური გემი მინ ბლენტი ადგილზე რჩება როგორც მარკერი, ხოლო საბჭოთა სატვირთო გემი ულან-უდა გადარჩენილებს ირებს. სამეფო საჰაერო ძალების მაშველი ვერცხლფრენიდან 20 მეტრის სიმაღლიდან მძვინვარე ტალღებში ეშვება. ის ქარს ებძვის, სანამ სამაშველო ტივში მყოფ 8 კაცს არ მიაღწევს.
ის სამ კაცს ერთდროულად ამწევს სამმაგი ხვედით, სანამ ყველა უსაფრთხოდ არ აიყვანეს. მომდევნო დღეებში 173 ეკიპაჟის წევრი გადაარჩინეს. 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ტაიფუნ ბილი და 3 რადიო ოპერატორი, რომლებიც თავიანთ პოსტზე დარჩნენ. 4-ვე მკვინთავი დაიღუპა. სამივე, ვინც ცურვით ცდილობდა გადარჩენას, დაიხრჩო და მათი ცხედრები ზედაპირზე იპოვეს. აუტოპსიამ აჩვენა, რომ მათ ორგანიზმში საკმარისი ბუშტუკები არ ჰქონდათ, რათა სერიოზული დეკომპრესიის დაავადება გამოიწვია. თუ ზედაპირზე ამოვიდოდნენ, შესაძლოა გადარჩენილიყვნენ. სატურაციუმმა მკვინთავებმა ბრაიან შეფარდის ცხედარი დაახლოებით 2 თვის შემდეგ იპოვეს. მკვინთავის გადაწყვეტილება ეცადა თავისუფლად გაცურება. სწორი იყო. ეს იყო გადარჩენის ყველაზე მაღალი შანსი. ბრაიანს აუტოპსიამ აჩვენა, რომ ის ასფიქსიით გარდაიცვალა, რაც ნიშნავს, რომ ის კამერაში ჰაერის ბუშტში დარჩა მანამ, სანამ ბუშტში ჟანგბადი არ ამოიწურა და გაიგუდა. საბოლოოდ იმ ლუკის ერთ მხარეს თუ მეორე მხარეს ყოფნა მხოლოდ იმას განსაზღვრავდა, როგორ დაიღუპებოდნენ ისინი. მაგრამ ამ 4 მკვინთავის ბედი უკვე კამერაში იყო განწირული. თუ გსურთ ჩვენი უახლესი კატასტროფის ვიდეოს ნახვა, დააწყაბუნეთ ეკრანზე არსებულ ბმულზე ახლა.